ვაკანსიებთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბრო და რა სამსახურებია საქართველოში ამასთან დაკავშირებით და რა ხდება. სრული ქაოსი რა, ვინც ხშირად ათვალიერებთ ვაკანსიებს. ნახავთ რომ 12-13 საათი ყოველდღიურად მუშაობა და მხოლოდ ერთი დღე დასვენება კვირაში. ადრე შაბათი კვირა მაინც იყო დასვენება. და ახლა უფრო გაუარეს ეს რა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები ხმას არ იღებთ და ჩვენთვის ვართ რა. მე რამდენი საათი ვდგავარ, ფულს ხომ მიხდიან. ის თუ არ მუშაობს, ახლა ფეხებზე მყიდია, მე ხო არ კარგად. აი ეს მიდგომა ღუპავს და ყოველთვის დაღუპავს. ქართველები არასოდეს არ ვდგავართ ერთად, არასდროს. და ალბათ არც არასდროს დავდგებით სამწუხაროდ. რომ რაღაც აქცია გავაკეთოთ, რაღაც გამოვიდეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ეს რა არის? ანუ რა ხდება? ანუ კარგი, ამათ ვზულ ვართ, მთავრობას ვზულ ვართ ხალხი და ფეხებზე ვკიდივართ. ანუ არ ვაინტერესებს საერთოდ რა. ანუ ჩვენ როგორ მომავალს უტოვებთ, ანუ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს რა. ანუ ასე გინდათ? ანუ ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება, მე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაზე რაც მოკაგონი, შეიძლება ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება ეს ამ სამსახურებთან დაკავშირებით, ასეთი გრაფიკები შეიძლება იქ არ იყოს. რაც არ ხდება საქართველოში. მე არ გეგონოთ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ფეხებზე მკიდია, ანუ ოცნებას ნაციონალების და მომავალი ვინც იქნება კიდე იმის დედაც, როგორც ძველ ვიდეოში კაცმა თქვა. არ მაინტერესებს მართლა რა, უბრალოდ აღარ მინდა ეხლა აღარ შევიგინები, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ბავშვებმა ნახონ ეს ვიდეო და არ მინდა უზრდელულად გამომივიდეს. მინდა რომ ადამიანურად ვისაუბრო. და რა ხდება ის ჩვენ ქვეყანაში, ანუ დაადებენ ფასს, ამ დღეს სხვა ფასია, ხვალ უფრო მოუმატებენ მაღაზიაში პროდუქტს ფასს. ეს ხალხი ყიდულობს. უნდა მეთქვა ეს საწოდავი ხალხი მეთქი, მაგრამ არა, არ ვარ საწოდავი, ღირსები ვართ, რასაც ვიმსახურებთ, იმას ვიღებთ. იმიტომ რომ ხმას არ ვიღებთ, ანუ როგორც უნდა ისე უწევენ ფასებს და როგორც უნდა ისე აკეთებენ ყველაფერს და გაჩუმებულები ვართ ჩვენთვის. და ეს ხალხიც ყიდულობს და ძირითადად უმეტესობა როგორ ყიდულობს. ოჯახის წევრი ყავს ემიგრაციაში, იქიდან ის ოჯახის წევრი ფულს უგზავნის და ოჯახი მაგით ცხოვრობს. თქვენ გონიათ, ანუ უმეტესობა აქ მუშაობს და ამ თანხებით ყიდულობს იმ პროდუქტს და იმ რაღაც ნიუთეებს, აფასებსაც ადებთ მაღაზიებში, არა. არ ვიცი, უბრალოდ სრული ქაოსია რა და ამაზე უარესირავი რა უნდა მოხდეს. ქვეყანაში რომ ხმა მოიღოთ, არ ვიცი. თქვენ თუ გამოიღვიძებთ ოდესმე, რა ვიცი მე. ჩემზე ბედნიერი და უამრავ ადამიანზე ბედნიერი კაცი. არ ვიცი რა მართლა, ძალიან დამღლელია და უკვე შეაძულეს ქვეყანა რა ხალხს. უკვე აღარავის აღარ უნდა არც მუშაობა და არც არ დარჩენა და ცხოვრება.